ქალაქ ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა საღამოში მონაწილეობა საერთაშორისო დონის მუსიკოსებმა მიიღეს. შესრულდა მოცარტის, ნინო როტასა და რობერტო დი მარინოს ნაწარმოებები. ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი 11 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ქალაქში ჯამში 6 კონცერტი გაიმართება. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამდენ ხალხს ბედნიერება მივანიჭეთ. ხალხი გადავინაცვლებთ ბათუმში 22-ში, 24-ში და 26 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში გავმართავთ კონცერტებს, ხოლო ოქტომბერში, 9 და 11 ოქტომბერს კი თბილის ელოდება ჩვენი ერთგული მსმენელი. ერთი თვის განმავლობაში ჩატარდება ასევე მასტერკლასები და ვორქშოპები, მხატვრების გამოფენები. ბორჯომის მსმენელი განსაკუთრებით გვიყვარს, იმიტომ რომ ყოველთვის გულმხურვალედ თქვათ ჯილდოვებს ხოლმე აპლოდისმენტებით, ძალიან თბილად გვიღებს და ჩვენც ვცდილობთ, რომ ახალი და განსაკუთრებული პროგრამით ვესწომროთ ხოლმე ბორჯომს. ამჯერად ეს იყო ჩვენი რაღაც სასწაული მაესტრო მარიო პიეტრო დარგი, ბანდონეონზე გენიალური შემსრულებელი, რომელსაც ფანტასტიკური საღამო აჩუქა ჩვენთან ერთად ბორჯომელებს. ეს ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია იყო, პირდაპირ ეთერში 4 საათზე